სად მუშაობენ უსინათლოები საქართველოში? ვფიქრობ, რომ საინტერესო კითხვაა პრაქტიკული, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს უფლებებზე, ზოგადად რა და როგორ უნდა იყოს ქვეყანაში და მეორე ამბავია, რომ რეალურად რა ხდება. და როდესაც შიშემო პირი კითხულობს, რა უფლებები გვაქვს, გვაინტერესებს, ის არ კითხულობს საერთაშორისო კონვენციებით და რაღაც ხელშეკრულებებით, თეორიულად რისი უფლება აქვს. ის მას პირველ რიგში აინტერესებს ხოლმე რა შეუძლებს სახელმწიფოსგან მიიღოს, რომ მაგალითად პირობითად ვამბობ თავისუფლებით საშემოსავლო გადასახადისგან, რომ პირადობა და პასპორტი შეგვიძლია ფასდაკლებით ავიღოთ, რომ ქალაქში გვეკუთვნის უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფასდაკლებით, რომ გვაქვს შეიძლება საყოველთაოდ ჯანდაცვის ცოტა უკეთესი რაღაც პირობები. იქ ზოგიერთი კერძო კომპანია შეიძლება უფასოდ გვიშვებდეს, თავიანთ სერვისებით სარგებლობის საშუალებას გვაძლევდეს, რომ პარკირების უფლება გვაქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ვისაუბრებ ახლა რეალურად საქართველოში უსინათლოს დასაქმება და მუშაობა, მით უმეტეს სტაბილურ სამსახურზე. არის უფრო გამონაკლისი ვიდრე წესი. რამდენიმე ადამიანი მუშაობს უსინათლოთა სკოლაში, რამდენიმე ათეული ადამიანი უსინათლოთა კავშირში და მის მიერ დაფუძნებულ ანსამბლებში მომღერლებად, რამდენიმე ადამიანი შემოსავლების სამსახურში, ასევე ორიოდე თბილისის მერიაში, ერთი ვიცით რომ პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლი დაიძულეს, რომ წასულიყო, იქიდან გამოდევნეს სამსახურიდან. შეიძლება კიდევ ერთი კერძო სასტუმროში მუშაობს ბათუმში, როგორც ვიცი, ხო ზოგი კიდევ მცირე მხედველიც არის. ყავს ერთი პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელსაც ძალიან კარგი კლიენტურა ყავს იმდენად, რომ რაღაცა ჩვენთვის გამოცდილების გასაზიარებლად ვერ იცლის. და დანარჩენები ახლა კიდევ ვიღაცები ვართ, ვინც დროებით ხან ტრენინგებს ვატარებთ, ხან რაღაცა ბლოგებს წერთ, კვლევებს წერდით, თუმცა ახლა მსგავსი ვაკანსი სამსახურები რა თქმა უნდა შემცირდა ამ ორგანიზაციების მტრად შერაცხვის გამო. ადრე ახლა წლების წინ საქართველოში იყო უსინათლოებისთვის საწარმოები, რომლებიც 90 სპეციალურად ესე ვთქვათ დახურული საწარმოები, სადაც ისინი მუშაობდნენ, ამზადებდნენ ჯაგრისებს, შტეპსელებს, ელექტროჩამრთველებს და სხვა მსგავს პროდუქციას. თუმცა 90-იანებში ეს საწარმოები გაქრა, ნაწილობრივ კორუფციის გამო, ნაწილობრივ ხელმძღვანელობის მოუქნელობის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ რომ მართლაც არაკონკურენტული გაახდა, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოების ამ ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად აწარმოებს. ეხლა რა ხდება, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში რა პოზიციები არის? არიან მასაჟისტები, უსინათლოები. ჩვენთან ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი, მაგრამ ეს ადამიანები შემდეგ ვერსად ვერ დასაქმდნენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დასაქმების სავალდებულო კვოტები, ან თუნდაც საგადასახადო, ვთქვათ, ფასდაკლებები დაწესებულებებისთვის, რომლებიც შიშიმო პირებს დაასაქმებენ. ხო, სხვა ქვეყნებში ოპერატორებადაც მუშაობენ, ანუ სატელეფონო ზარებს პასუხობენ, ჩვენთან ამან ვერ იმუშავა, იმიტომ რომ არ აქვს შესაბამისი პროგრამები, ანუ მე ამ ზარების აღსარიცხად მისაწვდომი და უსინათლოსთვის, ესე ვთქვათ, ადაპტირებული. ამიტომ ამის გამო ვერ იმუშავა ამ პოზიციებზე უსინათლო ადამიანებმა ვერ იმუშავეს, ვერ ვიმუშავეთ. თუმცა ზოგადად მე თუ მკითხავთ, უსინათლოს შეუძლია მუშაობა თითქმის ყველგან, რაღაც გამონაკლისების გარდა. მთავარია მას შეექმნას გარემო. უბრალოდ ჩვენ რეალობაში, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მივესალმები დახურულ დაწესებულებებს, იმიტომ რომ რატო უნდა ვმუშაობდეთ ჩვენ და ვცხოვრობდეთ მხოლოდ უსინათლოებთან ან სხვა შემოპირებთან ერთად. ჩვენ ვართ საზოგადოების წევრები და უნდა გქონდეს საზოგადოების დანარჩენ სხვა წევრებთანაც ურთიერთობა, უნდა ვმუშაობდეთ, თანამშრომლობდეთ და არ უნდა მიწყვეტდეს ვიღაცა რახან ვერ ხედავ, უნდა იმუშაო მხოლოდ აქ. ან დაუშვათ აქ უნდა იმუშაო და სხვაგან თუ გინდა გარემოს არ მოგიწყობ და ხელს არ შეგიწყობ. ეგრე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი რო დაინგრა, უბრალოდ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ალტერნატივა უკეთესი თანამედროვე შიშიმო პირთა დასაქმების საქართველოში აი ამ ძველის ნგრევის პარალელურად ახალი არ შეიქმნა. მთელი უბედურება მდგომარეობს მაგაში, თორემ უცხოეთში არიან უსინათლო ადვოკატებიც, მოსამართლეებიც, პოლიტიკოსებიც,
და სხვა ბევრი ისეთი ინტელექტუალური თუ ნაკლებად ინტელექტუალური, თქვათ, პროფესიის წარმომადგენლები. თავარია რომ სახელმწიფო ნება იყოს, ხო თარჯიმნებადაც უნდა შეგვეძლოს ჩვენ წესით მუშაობა, როგორც ან საუბრის თარჯიმნების, ასევე წერილობითი დოკუმენტების, მაგრამ მაგისთვისაც უბრალოდ ქართულის აღმქმელი პროგრამები არ გვაქვს შესაბამისი. და ჭირს ქართული დასკანირებული ტექსტების ან ფოტოებად გადაღებული ტექსტების წაკითხვა რა usინათლო რომ დაუშვათ გაიგოს, მოისმინოს და მერე თარგმნოს. თორემ წესით კიდევ ხელოვნურმა ინტელექტმა და ინტერნეტმა ბევრი სამუშაო ადგილი ჩვენთვის უნდა გახსნას.